მოკლედ დღეს გვექნება ტრეიდის განხილვა, განვიხილოთ ტრეიდს EURUSD-ზე, დღევანდელ გუშინდელ ტრეიდს, რომელიც ავიღეთ, ასევე გუშინდელ ტრეიდი იყო GBP USD-ზე და ნახოთ. ჯერ დავიწყოთ დღევანდელით. პირველ რიგში ავხედავთ 1 საათიანზე. ავხედავთ, რომ გვაქვს დაღმავალი ტრენდი, მაგალითად შეცვალა სტრუქტურა ძლიერად ავიდა, მაგალითად შეიძლება საფლაივი შეავსო, მაგრამ ჩამოვიდა შეცვალა. აქ შეავსო, ჩამოვიდა შეცვალა და მოკლედ ახლა აქ რა ხდებოდა. აქ სამივე დღეს აი ეს ერთი იყო გამოტოვება მარტო. აქაც მოგება იყო და აქაც მოგება. მოკლედ ჩამოვედით ძლიერად, სტრუქტურა შევცვალეთ, შევავსეთ აი ეს საფლაი და პირდაპირ წამოვიდეთ ქვევით. შევცვალეთ ამ შემთხვევაში ამ ტრეიდს განვიხილავთ, ჯერ შემდეგ დაუბრუნდებით ამ ტრეიდს. კარგი, მოდი ახლა ვართ ეს განვიხილოთ პირდაპირ. მოკლედ აქ შევავსეთ supply და უკვე double time frame-ზე გავაკეთეთ. დადასტურება, როგორც იყო როგორც იყო აი ესეთი შემოbrunება, გაჩერდა კონსოლიდირება, აი ესეთი 5-წუთიანი ძლიერი სანთლები დაღმავალის, აი ესეთი როგორც აქ არის, როცა უკვე 1 წუთიანზე აი ესე ძლიერად აი ეს ჩამოვიდა, აი ეს სანთელი როცა დაიწყო გავხსენ ტრეიდი, სტოპი ჰაიზე გვეყენა, აქ ეხა break even-ზე როგორც ისე აყენია, მაგრამ სტოპი გვეყენა ჰაიზე ცოტა მაღლა, აქ პირდაპირ აი აქ ჰაიზე არ აყენება, მაგრამ ჰაიზე სულ ამეყენებინა ზუსტად არ მიარტყავდა, მაგრამ ოდნავ მაღლა. გავხსენ ტრეიდი, წავედით ზევით, მაგრამ ჩამოვედით და 1 საათშივე არც ავიღეთ ტრეიდი, რომელიც იყო სამთან. მაგრამ აქ რო ავიდა უკვე და აი ეს რო შეცვალა, აქედან უკვე ჩამოვიტანე break even-ზე სტოპი. და არის თუევარდი სამთანი. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ტრეიდს. დღევანდელი ტრეიდიც იყო თითქმის იგივე პრინციპით აღებული. აი როცა აქ ავიღეთ ტრეიდი და 1 საათში ჩამოვიდა და აიღო აქ სტრუქტურა შეცვალა ძლიერად. წავიდა ზევით, აქ დატოვა, ფითილა, აქ შეავსო და წამოვიდა ქვევით ისევ აიღო low. აქ ვერ შევედით ტრეიდში, ვერ მოვასწავით და შემდეგ როცა აი ეს დიმენდი ეს supply აიღო უკვე double time frame-ზე მოვძებნით ზუსტად იგივე დადასტურებები, რაც იქ იყო, ძლიერი დაღმავება და 1 წუთიანზე ავიღეთ ტრეიდი. აი აქ როცა უკვე დაიწყო ძლიერად ჩამოსვლა. როცა liquidity გააკეთა, ძლიერად ჩამოსვლა დაიწყო. ის თუევარდი გამოვიდა სამთან. სტოპი აი აქ აზია lows. Exposure-თან მიზეზები ამ ტრეიდის. შინ ასევე ადარა ტრეიდი ქონა, აი აქ risk to risk reward-თან და მიზეზი აქაც დაახლოებით იგივე იყო, აზია high გასვიფა. 15 5-წუთიანზე ფითილა სანთლები დატოვა და 1 წუთიანზე კარგი დადასტურება მოხდა და ავიღეთ low-ზე. აქ ხო ეს იყო ტრეიდის განხილვა, ზირთადად EURUSD-ზე იყო. დღევანდელი ტრეიდი იყო ყველაზე კარგი, გუშინდელი ტრეიდიც იყო EURUSD-ზე და GBP-ზე და ტრეიდის განხილვა სულ ეს იყო. ხოლო რაც შეეხება ჩვენ დახურულ ჯგუფს, რომელიც პირველიანიდან გაიხსნება და შეგიძლია შემოვერთდეთ პირველ იანვრიდან და მიიღებ ძალიან დიდ ინფორმაციას ტრეიდინგის შესახებ და იქნება სტრატეგიები, ისეთი სტრატეგიები, რომელთაც Forex-ზე შეგიძლია კვირაში მინიმუმ $800,000 გაკეთებთ. ამ ვიდეოსთვის ეს იყო, შევხვდებით მომდევნო ტრეიდში.